ავიღოთ გონიოს მაგალითი, ხო? ერთი და იგივე ადგილას შეუძლებელია კონდეს ზურმუხტის საიტი, კონდეს უნიკალური ჭარბტენიანი ტერიტორიები მარცხენა ნაპირზე, ჭოროხის, მდინარე ჭოროხის, რომელიც ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვინც აფასებს სანაპირო სილამაზეს, ბევრად უკეთესად გამოიყურება ვიდრე მარჯვენა ნაპირი, სადაც გვაქვს ნაგავსაყრელი, გამწმენდი ნაგებობა და ასე შემდეგ, ხო? და ამ ადგილას ერთდროულად ან ზურმუხტის ქსელის საიტი გექნებათ, ან გექნებათ ვებერთელა ტურისტული განვითარება, რომელიც იცით, რომ კონტროვერსიალურია და იწვევს ამხელა დებატებს. უბრალოდ დებატების ადგილიც არ აქვს. პრემიერ-მინისტრი არ გახლავთ დებატების ადგილი. პრემიერ-მინისტრს ვიღაცა უნდა ურჩიოს, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები და იცოდეს ეს ყველა ვარიანტები, ოფციები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები. მაგრამ როდესაც განკარგულებაში წერია, რომ აი ყველა მხარე დაუჭირეთ ამ პროექტს და შემდეგ დავალებაა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, რომ დააკორექტირეთ ზურმუხტის ქსელის საზღვრები, ესევე ეგრევე ჩაერთო ევროპის საბჭო, იმიტომ რომ მასთან უნდა შეათანხმოთ. მასთან არის შეთანხმებით ეს საზღვრები დამტკიცებული და ძალიან გაგვიჭირდება ამ შეთანხმების მიღწევა. ანუ იმის თქმა მინდომ, რომ 25 უფრო სწორად გეტყვით, 20 წლის წინ 12 აპრილს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ესე ერქვა მათ მინისტრის სახაზე შესული მსოფლიო ბანკის პროექტიდან კანონ პროექტს არ მიეცა მსვლელობა. არ შეთანხმდა, რომ შეთანხმებულიყო და სახელმწიფოს რო ეთქვა, არა ეს ჩვენთვის მიუღებელია, ვიტყოდით, კი ბატონო მიუღებელი, მაგრამ არ შეთანხმებულა და დღევანდელი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. არ გავაკეთოთ გონიოში, მე არასოდეს ჩემგან ვერ გაიგებთ, ვერასოდეს რომ პროექტი არ გავაკეთოთ. უბრალოდ უნდა მოხდეს მისი შეფასება, შესაბამისი. იქნებ ჯერ საქართველოს სანაპიროს მართვის სტრატეგია, სანაპირო ზონისთვის სიფცითი განვითარების სტრატეგია დაგვედო, ბოლო-ბოლო დოკუმენტია, ხო? არსად არ გაიქცევა თუ არ მოგვეწონება, ხო? ვიდრე დავიწყებთ მშენებლობას ვებერთელა და 6 მილიარდის, ხო? როგორი არის ან სინქრონიზაცია? იქნებ ჯერ დოკუმენტი შეგვემუშავებინა, რომ ჩარჩოებით ადგინდეს რა არის შესაძლებელი და რა არის შესაძლებელი. იქნებ ცნობილმა ექსპერტებმა მსოფლიოში, კარგით, ხო, მსოფლიოში ADB გლობალური ორგანიზაციაა, ხო? მსოფლიოში საუკეთესო ექსპერტი შევეცადეთ, რომ მოგვეწვია. იქნებ ისეთი რაღაც გვითხრან, რომ მან უკეთესად გავაკეთოთ. ან საერთოდ გითხრან, რომ არა, მან ამის გაკეთება არ შეიძლება, ხო?